შუახევში 1 მაისს ქორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი საკრებულოს ხდომა დღეს განახლდა. რიგარეშეს ხდომაზე 24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება ხელფასების 30%-ით გაზრდასთან დაკავშირებით გაუქმდა და თანამდებობრივი სარგო პირველამდე ნიშნულს დაუბრუნდა. საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლებისათვის გაზრდილი ხელფასის შემცირების ინიციატივა საფინანსო კომისიის თავმჯდომარეს ედნარ კეჟირაძეს ეკუთვნის. საკრებულოს ხდომას დღეს 24 დეპუტატი და მხოლოდ 14 ესწრებოდა, მათგან საკითხს მხარი 13-მა დაუჭირა. ხდომას არ ესწრებოდნენ თავისუფალი დემოკრატები და ნაციონალური მოძრაობის წევრები გარდა სოსლან ზოიძისა. ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ თანამდებობის პირებზე წელიწადში 100.000 ლარის ოდენობის პრემია გაიცემა, ხელფასების გაზრდით კი ბიუჯეტიდან მხოლოდ 35.000 ლარი დაიხარჯებოდა. დაუბრუნდა ხელფასების ძველი ნიშნულს 24 აპრილს როგორც იყო, ესე იგი რიგით დეპუტატებს აქვთ ხელფასი 550 ლარი, თანამდებობებს ფრაქციებს და კომისიებს 1350 ლარი, მოადგილეს 1700 ლარი და თავმჯდომარეს 2650 ლარი, როგორც იყო. კეჭესას მონაწილეობა არ მიმიღია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ წინას ხდომაზე 100.000 ლარი, რომელიც რომ პრემიებზე იხარჯება საკრებულოში წლის განმავლობაში, იმაზე ვარი ვთქვით და ნაცვლად 100.000-ისა 26.000 ლარიანი მატება მოახდინეთ რიგითი და აპარატის თანამშრომლებზე. მაგრამ ეს არ მოეწონა თანამდებობის პირებს, რომელსაც პრემიებს იღებენ, ამით მათი ჯიბები დაზარალდა და ამის გამო ეს გადაწყვეტილება გაუქმეს. რა ვიცი, ზოგი ძალით, ზოგი ნებით მოაგროვეს ქორუმი და დაწიეს ისევ, რომ საკუთარ ჯიბებს არ დატკბებოდეთ. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ მომავალ სხდომაზე, რომელიც შედგება თვის ბოლოს, პირადად მე შემოვდივარ ინიციატივით საკრებულოში, რომ პრემიები გაუქმდეს.